მას შემდეგ რაც ვისაუბრეთ დიონისეს დღესასწაულების შესახებ, მნიშვნელოვანი არის ამჯერად ვისაუბროთ ტრაგედიის ნაწილების შესახებ. თუ რა ნაწილებისაგან შედგებოდა ანტიკური ტრაგედია. იგი შედგებოდა პროლოგისაგან, ანუ ნაწილისაგან, რითიც იწყებოდა ნაწარმოებები, პაროდოსი, ეპისოდიონები, სტასიმონი და ექსოდოსი. ეს გახდათ ძირითადი ნაწილები, რითიც შედგებოდა ბერძნული ტრაგედია. ეხლა ყურადღება გავამახვილოთ თითოეულ აი ამ შემადგენელ ნაწილზე, რათა თქვენ სრული წარმოდგენა შეგიქმნათ, თუ რასთან გვაქვს საქმე, ანუ როგორი სახის ნაწარმოებთანა გვაქვს საქმე. რაც შეეხება პროლოგს. ჩვეულებრივი ტრაგედიის ის ნაწილია, რომელიც გუნდის ორკესტრაზე გამოსვლას, ანუ პაროდოს უძღოდა წინ. როგორც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ, ბერძნული თეატრისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნაწილი ეს გახლავთ გუნდი, ქოროს არსებობა, ისევე როგორც ეს არის ნიღბების თეატრი და ეს არის თეატრი, სადაც ყველა როლს მამაკაცები ასრულებენ. ეს როგორც წესი, რომელიმე პერსონაჟის პარტია იყო, ანუ პროლოგი თავისთავად, რომელიც საქმის ვითარებას აცნობდა მაყურებელს, ანუ პრაქტიკულად გარკვეულ შესავალ ინფორმაციას აწვდიდა. პროლოგი არ იყო აუცილებელი ელემენტი, იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ მაგალითად, რომ სხვადასხვა ტრაგიკოსთან, ცნობილ ტრაგიკოსთან სხვადასხვა სახით ხდებოდა ტრაგედიის დაწყება, რაც მაგალითად თქვათ იცვლება ესქილედან სოფოკლესთან, სოფოკლედან ევრიპიდესთან და ასე შემდეგ. ტრაგედიების ერთ ნაწილს იგი საერთოდ არ გააჩნდა, როგორც უკვე მოგახსენეთ. ზოგჯერ მას იმ განმამარტებელ პარტიასაც უწოდებდნენ, რომელიც უშუალოდ მოსდევდა პაროდოს. პაროდოსი ბერძნული ტრაგედიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდათ, რადგანაც პაროდოსთან დაკავშირებული იყო გუნდის ქოროს პირველი სიმღერა და ამავე დროს ქოროს წყობრი ნაბეჯით შემოსვლა ორკესტრაზე. ეს ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გახდათ ისეთი კომპონენტი, როდესაც ქმედება და ტექსტი ერთად იყო შერწყმული. ორკესტრაზე შემოსვლის მომენტში სრულდებოდა ქოროს მიერ პაროდოსი, რაც იყო რიტმული რეჩიტატივის და რიტმული სიარულის კომბინაცია. ქოროს შემოსვლას მნიშვნელოვანი ხერხი გახდათ ანტიკური ტრაგედიისთვის, რადგანაც თავიდანვე ხდებოდა მაყურებლის კონცენტრაციის მობილიზება და ქოროს შემოსვლიდან მოყოლებული იწყებოდა გარკვეული გეომეტრიული ფიგურების შესრულება ქოროს მოძრაობის დროს. შემდეგი ნაწილი ეს გახლავთ ეპისოდიონები, ანუ თანამედროვე ენაზე ეს გახლავთ ეპიზოდები, სცენები, რომლებშიც მსახიობები მონაწილეობდნენ გუნდთან ერთად. მასში ერთიანდებოდა ტრაგედიის ყველა პერსონაჟის მონოლოგი და დიალოგი. მასში შეიძლება ჩართული ყოფილიყო ასევე კომოსები, რაც ნიშნავს მსახიობისა და გუნდის მიერ მონაცვლეობით შესრულებული უპირატესად დასატირებელი სიმღერა თუ პარტია. ამოიბაიონები, მსახიობისა და გუნდის მიერ შესრულებული პარტია ან ლირიკული სიმღერა, რაც ასევე ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ტრაგედიისა და მონოდიები, მსახიობის სოლო სიმღერა, სწორედ მონოდიები, როგორც ტერმინი საფუძველს უდევს შემდგომში უკვე მონოლოგს, რომელიც უფრო მოგვიანებით თეატრში ყალიბდება და იგივე შინაარსისა, უბრალოდ მონოდიებისგან განსხვავებით მონოლოგი აღარ არის მსახიობის სოლო სიმღერა, არამედ მსახიობის სოლო ტექსტია, ანუ როგორც ჩვენ დღემდე საუბრობთ, მსახიობის მონოლოგი. სტასიმონი, ეს გახლავთ უკვე გუნდის სიმღერა ერთ ადგილას, ანუ ეს ის ნაწილია, როდესაც გუნდი ორკესტრაზეა და რომელიც უპირისპირდება პაროდოს, ანუ შემოსასვლელ სიმღერას, ანუ ის გარკვეულად უკვე სიუჟეტური განვითარების შემდგომ ეტაპზე ხორციელდება. იგი სრულდებოდა ეპისოდიონებს შორის, მოქმედ მსახიობთა გარეშე და წარმოადგენს იმ ემოციებს, რომელიც
გუნდში წინმავალმა ეპიზოდიონმა აღძრა, ანუ გარკვეულწილად ქორო აფასებს წინა სცენას და უკეთებს მას გარკვეულ ვთქვათ შეფასებას. თავის მხრივ ამ სიმღერას აქვს საკუთარი აგებულება, რომელიც ეფუძნება საგუნდო ლირიკული სიმღერების სტრუქტურას. აქვს საკუთარი აგებულება, რომელიც ეფუძნება სტრუქტურას, წარმოგვიდგება სტროფული სისტემების სახით. მის არსს წარმოადგენს გუნდი, ანუ მისი ნაწილია, ჯერ ასრულებს გარკვეულ მეტრული სტრუქტურების მქონე სტროფს, შემდეგ მას ენაცვლება ანტისტროფი. ანუ თუ გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში ტრაგედიის ნაწილს წარმოადგენს სტროფი და ანტისტროფი. აი სტროფი და ანტისტროფი სწორედ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სტროფი და ანტისტროფი ქოროს აძლევს დიალოგის საშუალებას. ანუ პრაქტიკულად ქორო იყოფა ორ ნაწილად და ქოროს ორ ნაწილს შორის იმართება დიალოგი. ასეთი წყვილი საგუნდო პარტია შეიძლება იყოს ერთი ან მრავალი, მაგრამ ესქილეს კოეფორებში 11-ია თუ კი სტატისტიკას მოვიშველიებთ. ამ უკანასკნელს ყოველთვის თავისი მეტრული სტრუქტურა აქვს. სტროფებსა და ანტისტროფებში კი მეტრი შეიძლება განმეორდეს. მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ ექსოდოსი, ანუ ტრაგედიის ფინალური ნაწილი, რომელსაც ტრაგედიაში აღარ მოუწევს საგუნდო ქორო სიმღერა, ანუ ტრაგედია უკვე დასასრულისკენ არის მიმართული. ქორო და ტრაგედიის მნიშვნელობა, ქოროს მნიშვნელობა ტრაგედიაში ძალიან დიდია და ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორ შეიძლება განვითარებულიყო ბერძნული თეატრი ქოროს გარეშე. ამიტომაც ქორო ტრაგედიის აქტიური მონაწილე იყო და იგი ერთ პერსონაჟად აღიქვეოდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ. ანუ ერთიან ნიღაბს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მსახიობი იყო დაკავებული ქოროში და მას დიდი ფუნქცია ენიჭებოდა. ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი გახდათ სტროფის და ანტისტროფის, რომელიც ქოროს საშუალებას აძლევდა გაყოფილიყო და გაემართა დიალოგი, ხოლო დიალოგის არსებობა ქოროს შორის მას ზენდა დინამიზმს და ამავე დროს, როგორც უკვე მე ვახსენე, იმის გამო, რომ ქორო მოძრაობდა ორკესტრაზე, სწორედ სტროფის და ანტისტროფის დროს ტექსტის ესეთი სახეობა ქოროს აძლევდა ძალიან საინტერესო მოძრაობის საშუალებას. პრაქტიკულად ორკესტრაზე ქორო მოძრაობდა როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოდ, იგულისხმება ორად გაყოფილი ქორო და ის იძლეოდა ძალიან საინტერესო გეომეტრიულ ფიგურებს, რადგანაც ქოროს რიცხვი ყოველთვის იოლად იყოფოდა აი ესეთი გეომეტრიული ფიგურების შესადგენად. ტრაგედია როგორც დრამატურგიული ნაწარმოები უკვე შეიცავდა შემდეგ ელემენტებს. ეს გახლავთ ფაბულა, სიუჟეტი, თემები და იდეა. ჩვენ შეგვიძლია თითოეულ მათგანზე შევჩერდეთ იმისთვის, რომ თქვენ უფრო ზუსტი წარმოდგენა და შთაბეჭდილება შეგექმნათ. ანუ კერძოდ ფაბულა. ფაბულა ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის თანმიმდევრობაა, რომელიც სინამდვილეში ვითარდებოდა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ის თანმიმდევრობაა, რომელიც ისტორიას სინამდვილეში ახლავს, მაგრამ ის შეიძლება არ ემთხვეოდეს ნაწარმოებში მიმდინარე თანმიმდევრობას. აი სწორედ ამითი განსხვავდება ფაბულა სიუჟეტისგან, რადგანაც უკვე სიუჟეტი გახლავთ ის თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც რომელსაც ვაგებთ ფაბულით, მაგრამ სიუჟეტი თანმიმდევრობაა, რომელიც ახასიათებს უშუალოდ ნაწარმოებს. ჩვენ რომ მოვიყვანოთ ესეთი თვალსაჩინო მაგალითი, ამისთვის ძალიან კარგი მაგალითი არის სწორედ ოიდიპოს მეფე, რომელიც ეკუთვნის სოფოკლეს. სოფოკლეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრაგედიაა, რომელსაც დღემდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლიო კულტურისთვის და ცივილიზაციისათვის და მაგალითად ფაბულის მიხედვით არის ის, რომ ლაიოს ამცნეს წინასწარმეტყველება, რის გამოც მან წყემს გაატანა მცირეწლოვანი ოიდიპოსი და ასე შემდეგ. სოფოკლეს ტრაგედიაში ფაბულა გადამუშავებულია სიუჟეტით
და გადაადგილებულია. ანუ ჩვენ ფაბულით გათვალისწინებულ ამბებს გებულობთ, მაგრამ გებულობთ სხვა თანმიმდევრობით. აი სწორედ სხვა თანმიმდევრობაში გადაწყობა ეს არის სიუჟეტისთვის დამახასიათებელი და ამ გადაწყობაში ვლინდება ავტორის ოსტატობა, რომლის მიხედვითაც ის დრამატურგიულად დახვეწილ სიუჟეტს გვთავაზობს. და სიუჟეტის მაგალითი იქნება ესე, რომ სიუჟეტია, ტრაგედია იწყება იმით, რომ თებეში შავი ჭირია და მოქალაქეები ითხოვენ მეფეს ორაკულთან ვინმეს გაგზავნას მეფისაგან და სასჯელის მიზეზის გაგებას. რაც ფაბულის მიხედვით მხოლოდ საერთო ამბის შუაში ხდება. შემდეგი ნაწილი არის თემა. ნაწარმოებში შეიძლება არსებობდეს მრავალი თემა და ეს არის სწორედ მხატვრული ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელი თვისება. ანუ თემა განისაზღვრება, ვთქვათ, სხვადასხვა წაკითხვის მიხედვით და ყოველი წაკითხვის დროს აქ ლაპარაკი არის ისეთი წაკითხვისა, როდესაც ნაწარმოები ხორციელდება სცენაზე, აი ამ სხვადასხვა განსხვავებული წაკითხვის დროს შეიძლება სხვადასხვა თემები წამოვიდეს წინა პლანზე. იდეა, ანუ რისი თქმა უნდა ავტორს. ვთქვათ, გვიანდელი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად შექსპირის რომეო და ჯულიეტასი, ჩვენ შეიძლება ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ თემაა სიყვარული და იდეა სიყვარულის უძლეველობა. რასაკვირველია, თემა და იდეა ყოველთვის შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა დროის კონტექსტის, ეპოქის მიხედვით და იმ ინდივიდების მიხედვით, ვინც უშუალოდ ნაწარმოებს კითხულობენ და ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ვარიანტები გქონდეს შემოთავაზებული. იდეის რაოდენობა ნაწარმოებში შეიძლება იყოს მრავალი. სწორედ იდეის ამ საფუძველს ეყრდნობა სარეჟისორო ხელოვნება, კერძოდ რაზეც მოგვიანებით იქნება საუბარი თეატრალური კურსის დროს, ანუ სარეჟისორო ინტერპრეტაციის ამოსავალი წერტილი, სწორედ იდეის მრავალფეროვნება, ისევე როგორც სხვადასხვა თემების არსებობა. მაგალითად, შექსპირის ერთხაზოვანი ინტერპრეტაცია ყოველად შეუძლებელია, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი თემა და ძალიან ბევრი იდეა. როგორც ჩვენ უკვე ვახსენეთ, ტრაგედიები სხვადასხვა ავტორებთან სხვადასხვანაირად იწყებოდა და განსხვავდებოდა. აი ამ განსხვავების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო არის სწორედ აი ამ ევოლუციის ჩვენება. ანუ თუ გახსოვთ, ჩვენ თქვით პაროდოსი, ანუ პაროდოსით იწყებოდა ესქილესთან, ანუ ქოროს შემოსვლით იწყებოდა ესქილესთან, პროლოგით იწყებოდა სოფოკლესთან და მონოლოგით იწყებოდა ევრიპიდესთან. ახლა, როდესაც ჩვენ საბოლოო ჯამში სამივე ამ ავტორს გავეცნობთ, ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ იმ განსხვავებას, თუ რა ცვლილებები შეაქვთ მათ ტრაგედიის განვითარებაში, ანუ როგორი ექსპერიმენტატორები არიან, როგორ ანვითარებენ ისინი ჟანრს და ნაწარმოებს. ტრაგედიაში გამოყენებული ჩვენ გვქონდა სხვადასხვა ხერხები ბერძნულ თეატრში და ეს ხერხები, ძირითადად ეს ხერხები შემდეგია, ეს გახლავთ სტასიმი, ეს არის კონოსი, ეს არის გიპორპემა, ექსოდოსი, ანუ ეპიზოდიები და აგონი. აქვე შევეცდებით თითოეულ მათგანზე მოკლედ მოგახსენოთ. კერძოდ სტასიმი ისეთი ხერხია, როდესაც ქორო ერთ ადგილზე დგას და ეს ისეთი პარტია, როდესაც ქორო სტატიკურად დგას და მღერის. ანუ ამ შემთხვევაში ქოროს შემადგენლობაში არ აღინიშნება არც ცეკვა, არც მოძრაობა, ისინი გეომეტრიულ ფიგურებს არ წარმოადგენენ, არამედ ემოციური სიძლიერისთვის, თქვათ, ერთიან მონოლითად ჩამოსხმული ქორო, თქვათ, ერთიან პარტიას ასრულებს. კონოსი გახლავთ ხერხი, როდესაც პერსონაჟი მკერდში ხელს ირტყავს, ნაღვლიანი სიმღერაა, მას ქორო ამ მსახიობი ერთად ასრულებდა, ანუ ის გარკვეული ემოციური მდგომარეობის გამოსახატავად იყო. გიპორპემა ეს არის სიმღერა, რომელსაც თან ახლდა ცეკვა, ანუ ტექსტისა და მოქმედების შერწყმა იყო ამ ხერხში გამოყვანილი. ექსოდი, ქორო ექსოდოსი
ანუ ექსოდოსი, როგორც ჩვენ თქვით, ქოროს უკანასკნელი სცენაა, რომლის შემდეგაც ქოროს სცენას ტოვებდა. ანუ ეს გახლავთ ბოლო, ვთქვათ, სიმღერა, რომელსაც შეასრულებდა ქორო და ამ სიმღერის შემდეგ ის ასეთივე, ვთქვათ, წყობრი ნაბიჯით დატოვებდა სცენას, რის შემდეგაც ნაწარმოები ძალიან სწრაფად დასრულდებოდა. ეპიზოდები, ის რასაც დღევანდელი გაგებით მოქმედებებს ვუწოდებთ, რომელთა ნაკრებიც წარმოადგენს ამ შემთხვევაში ტრაგედიას, პიესას, დრამატულ ნაწარმოებს. მნიშვნელოვანი ხერხი ასევე გახლავთ აგონი, რომელიც არის პრაქტიკულად ბრძოლა, სიტყვიერი შეკამათება, ხერხი, რომელსაც ხშირად იყენებდა მსახიობსა და ქოროს შორის კამათის დროს, პირველ რიგში ესქილე, რომელიც ძალიან ოსტატურად ფლობდა ამ ხერხს. ეს ამ სიტყვასთან ასევე დაკავშირებული არის სიტყვა აგონია, რომელსაც დღეს ხშირად შეიძლება ვიყენებდეთ, იმიტომ რომ წარმოვიდგენთ, რომ აი ამ აგონის დროს, აი ამ ესეთი სიტყვიერი შებრძოლების კამათის დროს პერსონაჟი აგონიაში ვარდებოდა, ანუ ის უკიდურესად ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც ძალიან დიდი ზემოქმედება ჰქონდა ბერძენ მაყურებელზე. და ტრაგედიების განხორციელება, ანუ ვთქვათ, როგორ ხდებოდა ტრაგედიების განხორციელება, პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტრაგედიების განხორციელების საფუძველი გახდათ შეჯიბრი, ანუ კონკურსი და შეჯიბრი. ქალაქებში წარმოდგენებს გავდა არქონტი, ანუ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, იგი იღებდა თავის თავზე სრულ ფინანსურ ხარჯებს, ანუ ეს კერძო დაფინანსებას ეხებოდა. დღევანდელი ტერმინოლოგიით ალბათ ყველაზე ახლოს არქონტი დგას პროდიუსერთან, თუმცა ის გარკვეულწილად სარეჟისორო ფუნქციებსაც ითვალისწინებდა დრამატურგთან ერთად პირველ რიგში, რადგან დრამატურგი იყო დადგმაზე პასუხისმგებელი. მას უნდა შეთანხმებოდნენ დრამატურგები, ვისაც სურვილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო შეჯიბრში, ანუ წინა პერიოდში ის ახდენდა შერჩევას, ის ახდენდა მოლაპარაკებას, ანუ ის მხატვრულ მხარეზეც იყო პასუხისმგებელი და სოფლებში დიონისეებს თავად სახელმწიფო აწყობდა, აქ არ იყო კერძო პირი ჩართული. ანუ ჩვენ პრაქტიკულად დღევანდელი ლექციით დავასრულეთ გარკვეულწილად ესეთი შესავალი მიმოხილვა იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდა ბერძნული თეატრი, ჩვენ ვისაუბრეთ დღესასწაულის შესახებ, ვისაუბრეთ ზოგადი კომპონენტების შესახებ და ვისაუბრეთ ტრაგედიის შემადგენელი ნაწილების შესახებ. დღევანდელი ლექციის შემდეგ ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ ლექციებზე, რომლის დროსაც უშუალოდ ვისაუბრებთ ყველაზე დიდ ავტორებზე ბერძნულ თეატრში. ჩვენ სამ ძირითად ავტორს შევეხებით, სამ ძირითად ტრაგიკოსს შევეხებით, თუმცა ჩვენ გვექნება კომედიოგრაფებზეც საუბარი, მაგრამ სამი ძირითადი ავტორი იქნება ჩვენი სალექციო კურსის მთავარი თემა, ეს გახლავთ ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე, რომელსაც თითო ლექციას დაუთმობთ და შემდეგი სამი ლექციის მთავარი საგანი იქნება, თუმცა ჩვენ ასევე სემინარების დროს უნდა ვისაუბროთ მათი დრამატურგიის შესახებ და შესაბამისად ტესტირებაც იქნება როგორც განვლილი მასალის, ასევე მათი ნაწარმოებების შესახებაც.